მიაღწევთ თუ არა თქვენს მიზანს. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და მოდით დღეს ვნახოთ საჯარო გაშლა ასეთი თემით, თუ შეძლებთ თუ არა თქვენი მიზნის მიღწევას. ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული მიზანი, რომელიც გაინტერესებთ, რამდენად მიღწევადი არის თქვენთვის, საერთოდ არის თუ არა მიღწევადი და მოდით ახლა დავარიგებ მე თქვენთვის ვარიანტებს და ვნახოთ. რამდენად მიღწევადი არის თქვენი მიზანი, მიაღწევთ თუ არა თქვენს მიზანს. კონცენტრირდით, კარგად წარმოიდგინეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ და ვნახოთ აბა. მიაღწევს თუ არა თავის მიზანს პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, სამ ვარიანტიანი გვაქვს გაშლა, როგორც ხედავთ, ქვებსაც ახლავე დავამატებთ, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. აირჩიეთ სასურველი, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, მეგობრებო, და ასევე რაც შეეხება სანთლებს, მე პროგრამულ სანთლებსაც ვაკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით არავისთვის არ გამიგზავნია შეკვეთა, არავისთვის არ გამომირთვავს თანხა, იმიტომ რომ სანთლებს სჭირდებათ ვიდეო აქტივატორი, რომელსაც აუცილებლად ჩავწერ ამ დღეებში. კარგით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი და მოდით ახლა ჩვენ დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან და ვნახოთ პირველი ვარიანტის შემთხვევაში მიაღწევთ თუ არა თქვენ მიზანს. პირველი ვარიანტი. თასების პაჟი ამოვიდა. იცით, მე არ გეტყოდით იმას, რომ თქვენი მიზანი ნამდვილად არ არის რაღაც მიუღწეველი და რაღაც შეუძლებელი. სავსებით რეალური არის, სხვათა შორის ბევრად უფრო რეალური, ვიდრე შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, მაგრამ კონკრეტულად ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ ძალიან შორს ხართ ამ მიზნისგან. ახლა იგრძნობა სიშორე და სიშორე არა ფიზიკური, არამედ უფრო მენტალური თვალსაზრისით. თითქოს ჯერჯერობით თქვენ ამ მიზნისთვის პირველი ვარიანტი მთლად მზად არ ხართ. თითქოს თქვენ შინაგანად არ ხართ მზად ჯერჯერობით იმისათვის, რომ თქვენი ეს მიზანი რეალობად აქციოთ. რაღაც ასეთ სურათს ხედავ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიზნისკენ საკმაოდ სწორ გზაზე დგახარ და ძალიან სწორად აკეთებთ ყველაფერს. ძალიან სწორად და ძალიან გრამატიკულად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა მიაღწევს თუ არა პირველი ვარიანტი მიზანს, მეგობრებო, რა ხდება, რატომ იყრება კარტები. როგორც ჩანს, ტაროს არკანებს ერთი სული აქვთ, როდის განმოგცემენ ინფორმაციას. კარგით, ვნახოთ აბა მიაღწევთ თუ არა თავის მიზანს პირველი ვარიანტი. აბა კვერთხების 9-იანი, კვერთხების 10-იანი. მეგობრებო, შეხედეთ, მიღწევით კი მიღწევადი არის, აი ყველანაირად მიღწევადი არის თქვენი მიზანი, მაგრამ აქ მოდის ძალიან ბევრი მენტალური ბლოკი ამ მიზანთან დაკავშირებით. მოდის ძალიან ბევრი შიში, ძალიან ბევრი შფოთვა, ძალიან ბევრი სხვა პასუხისმგებლობა, თითქოს სხვა რაღაც სფეროებში გაქვთ აღებული ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობა, აი იგრძნობა გადატვირთული სხეული, გადატვირთული ზურგი, გადატვირთული აზრები, აი ყველანაირად ხართ გადატვირთული და თქვენი ენერგია სულ სხვაგან მიდის. სულ სხვაგან არის თქვენი ენერგია მიმართული და ამის გამო თქვენი ეს მიზანი ჯერჯერობით შეფერხებული არის, მეთქი ამას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ გავიმეორებ სწორ გზაზე ხართ, მაგრამ სხვაგან არის საჭირო ჯერჯერობით რომ წავიდეს თქვენი ენერგია. სხვაგან არის საჭირო, სხვა რაღაც უნდა დაამუშაოთ საკუთარ თავში. და ბევრად უფრო მეტად უნდა გაძლიერდეთ იმისათვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ, იმიტომ რომ ბევრი წარმატება, მეგობრებო, ნიშნავს ბევრ პასუხისმგებლობას. გახსოვდეთ ეს. და თქვენი მიზანი ასრულდება თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დიდი ალბათობით ასრულდება, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ ამისათვის დაგჭირდებათ ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი ძალისხმევა, ძალიან ბევრი მუშაობა, შრომა საკუთარ თავზე განსაკუთრებით და პირველ რიგში გჭირდებათ ის, რომ აი ამ ენერგიებიდან გამოხვიდეთ, რომლებშიც ახლა ხართ. ამ ენერგიებიდან უნდა გამოხვიდეთ, ხმლების 10-იანი.
ხო, აი, ხმლების სათიანი არკანი მეეტლე. გამოდიხართ ნელ-ნელა ამ ენერგიებიდან, რომლებშიც ახლა ხართ, მაგრამ აი ნელი ტემპით მიდის რა ეს განვითარება. ნელი ტემპით მიდის, მაგრამ მიდის ძალიან სწორად. და ახლა რა ენერგიებში ხართ, ეს ენერგიები გავიმეორებ არის საჭირო თქვენთვის იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწორად გადახარშოთ რაღაცეები, მაქსიმალურად სწორად მიუდგეთ სტრესს, თვითგანვითარებას და ასე შემდეგ. ხვდებით ხო? სულ ეს არის პირველი ვარიანტი, მეც ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ აქ. და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვინც ამოირჩიეთ ეს ქვა, ვნახოთ აბა თქვენი მიზანი ასრულდება? მიაღწევთ თქვენს მიზანს? ნუ აქ აშკარად იგრძნობა ის, რომ არის საჭირო სხვა ადამიანების თანადგომაც თქვენს მიზანში, სხვა ადამიანების არა უბრალოდ რაღაც ემოციური გვერდში დგომის მოთხოვნა, არამედ სხვა ადამიანებმაც აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ თქვენს მიზანში, იმისათვის რომ ეს მიზანი განხორციელდეს. მარტო თქვენი მიზანი არ არის, ასე ვთქვათ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ აბა მიაღწევს თუ არა მეორე ვარიანტი თავის ჩაფიქრებულ მიზანს. პენტაკლების ტურზე. პენტაკლების ტურზე ხმლების პაჟი და არკანი მზე. ეჭვი გეპარებათ რომ მიაღწევთ? ძალიან ტყუილად გეპარებათ ეჭვი რომ მიაღწევთ მეგობრებო, იმიტომ რომ თქვენ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ აქ არის საჭირო ის, რომ მაქსიმალურად სწორ და მაქსიმალურად შესაბამის ადამიანებთან დაიჭიროთ ურთიერთობა და კომუნიკაცია. არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ, იმიტომ რომ აქ აშკარად ყველამ ძალიან სხვადასხვანაირი რაღაც ჩაიფიქრა, ვიღაცამ ჩაიფიქრა რაღაც პირადთან დაკავშირებით, ვიღაცამ კარიერასთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე თქვენ აქ მეორე ვარიანტი გეუბნებით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად სწორად შეაგროვოთ პირველ რიგში ინფორმაცია მიზანთან დაკავშირებით, ეს ერთი. და მეორე ძალიან სწორი და ძალიან შესაბამისი ადამიანები იყოლიოთ თქვენს გვერდით. იმიტომ რომ პირველ რიგში აქ თქვენს მიზანთან ახლოს პარაზიტებს არანაირი ადგილი არ აქვს, ეს ერთი, ამით დავიწყოთ. და მეორე თქვენ გჭირდებათ სწორი ადამიანები, რომლებიც სწორად დაგეხმარებიან თვითმოტივაციაში, რომლებიც სწორად შეგაქმნევინებენ იმას რისი შექმნაც გინდათ, ხო? რომლებიც სწორად დაგეხმარებიან თქვენი მიზნის რეალიზაციაში. დასების რაინდი, ხო, აი შესაბამისი ადამიანები გჭირდებათ მაქსიმალურად და ასევე გჭირდებათ ნახეთ მეგობრებო, მეორე ვარიანტი. ეს მიზანი, ამ მიზანს შემოაქვს თქვენს რეალობაში უმძლავრესი ტრანსფორმაციები. უმძლავრესი ტრანსფორმაციები შემოაქვს თქვენს მიზანს, თქვენს რეალობაში. და არა მხოლოდ ამ მიზანს, არამედ ამ მიზნისკენ მისწრაფვასაც. რაც უფრო მეტად ხართ მოტივირებული ამ მიზნისკენ, რაც უფრო მეტს აკეთებთ ამ მიზნისთვის, მით უფრო სწორად ტრანსფორმირდებით და მით უფრო სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გადიხართ. მიზანს მიაღწევთ მეგობრებო, მეორე ვარიანტი მიაღწევთ. მაგრამ ტრანსფორმაციასთან არის კავშირში ეს მიზანი, ძალიან მძლავრ ტრანსფორმაციასთან. იცით, მეორე ვარიანტი მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ გრძნობ რომ რაღაც გარკვეული ინფორმაციები არ უნდა გავაშხირო ახლა აქ. რაღაცეები საიდუმლოდ უნდა დარჩეს, ასე ვთქვათ, მაგრამ იცოდეთ რომ მიაღწევთ. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ვინც ამოირჩიეთ ეს ქვა. ვნახოთ აბა თქვენს შემთხვევაში რა ხდება და აქ ამოვიდა უკვე ხმლების რვიანი. ხმლების რვიანი. ნახეთ, დავამატებ არკანებს. მიაღწევს თუ არა მესამე ვარიანტი თავის მიზანს. მიაღწევს თუ არა თავის მიზანს მესამე ვარიანტი. ხმლების 6-იანი, თასების 9-იანი, კვერთხების 6-იანი, იმპერატორი ქალი და არკანი ხმლების რაინდი. ნახეთ, ძალიან 50-50-ზე არის აქ ყველაფერი, იმიტომ რომ აქ თავიდან ბოლომდე თქვენზე არის დამოკიდებული, მიაღწევთ თუ არა თქვენ ამ მიზანს.
თქვენზე არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ პოტენციალი იმისა, რომ თქვენ ამ მიზანს მიაღწიოთ და ეს მიზანი იყოს თქვენს რეალობაში ძალიან ნაყოფიერი, ძალიან სასიხარულო, ძალიან ძლიერი, ნამდვილად არის. ნამდვილად აი 100%-ით შესაძლებელია, რომ თქვენ ამ მიზანს მიაღწიოთ. 100 და 200 და 7000 და მილიარდი პროცენტით. მაგრამ ნახეთ, აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რომელიც თქვენ თავად უნდა გაარღვიოთ საკუთარ რეალობაში. მეტად მკაცრი უნდა გახდეთ რაღაცეებში. მეტი დისციპლინა გჭირდებათ, მესამე ვარიანტი, პირდაპირ გეუბნებით, მეტი დისციპლინა და ნახეთ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა გჭირდებათ თქვენ. და სანამ გავაგრძელებდი, გეტყვით იმას, რომ კომფორტის ზონა ავტომატურად რაღაც ცუდს და რაღაც ნეგატიურს არ ნიშნავს. კომფორტის ზონა დავიწყოთ იმით, რომ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური არის და ზოგჯერ საჭიროა, ზოგჯერ საერთოდ არ არის საჭირო, ხო? მაგრამ აი რომ ამბობენ, რომ აი კომფორტის ზონა არის რაღაც ცუდი და უნდა გაირღვას, ეს დამიჯერეთ საერთოდ არ არის ასე. საერთოდ არ არის აუცილებელი თქვენი კომფორტის ზონიდან გამოდიოდეთ, ხო? იმიტომ რომ კომფორტის ზონა შეიძლება იყოს როგორც მავნებელი, ასევე უბრალოდ კომფორტული. და უბრალოდ კომფორტულად თუ ხართ უკაცრავად, მაგრამ რატომ უნდა გამოხვიდეთ, ხო? კომფორტის ზონიდან. თუ იგი არ გაზიანებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავ, რომ არსებობს თქვენს რეალობაში გარკვეული კონკრეტული კომფორტის ზონა, რომელიც თქვენ გაზიანებთ, რომელიც თქვენ გატორმოზებთ, რომელიც თქვენ ხელს გიშლით. და აქ არის საჭირო მეტი სიმკაცრე და მეტი დისციპლინა. სიმკაცრე არა საკუთარი თავის მიმართ, არამედ ირგვლივ მყოფების მიმართ, იმიტომ რომ აქ სადღაც თქვენ მესამე ვარიანტი აძლევთ ადამიანებს ზედმეტის უფლებას, აძლევთ ადამიანებს კომფორტის უფლებას. აი, იცით რას ვგულისხმობ? თითქოს ადამიანები გკეტავენ ამ კომფორტის ზონაში და თქვენ ამის უფლებას მათ აძლევთ. და პირველ რიგში იმისათვის, რომ თქვენს ამ მიზანს მიაღწიოთ, ეს უნდა გამოასწოროთ საკუთარ თავში. გამიგეთ მესამე ვარიანტი. სულ ეს არის. მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით და ნახვამდის.